თავისუფლება სინდისის პატიმრებს და მე რომ ეთერის დაწყება მიწევს სინდისის პატიმრების პოლიტიკური პატიმრებისთვის სოლიდარობის გამოხატვით ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ ვცხოვრობთ ავტორიტარიზმში სადაც პოლიტიკური პატიმრები გვყავს და ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი რაც ყველა ავტორიტარიზმში ყოველთვის არ არის ხოლმე შესაბამისად ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობს არ არის სივრცე პარტიების რაღაცა იდეოლოგიური ჭიდილისთვის ხო აქ თუნდაც ოპოზიციურ ფლანგზე არ მიმდინარეობს რაღაცა კონკრეტული საკითხების კონკრეტული დარგობრივი პოლიტიკის შესახებ დისკუსიები საერთოდ საჯარო დისკუსიაც არის განსხვავებული ფორმის ხო არ არის დებატები მით უმეტეს არ არის ფაქტობრივ ძალაუფლებასთან ან ფაქტობრივ ხელისუფლებასთან ეს დღეს 1-2 დღის წინ რომ შემოაპარეს ეს პროპაგანდისტულად რომ უნდა დაბრუნდესო საჯარო ცხოვრებაშიო საზოგადოებრივ ცხოვრებაში საჯარო დისკუსიაო რომელიც თავადვე გააქრეს შესაბამისად ჩვენ გვიდგას რაღაც ფუნდამენტური სასიცოცხლოდ ნიშნულოვანი ეგზისტენციური საკითხები, ხო? რეჟიმის დასრულება. ეს არის ის მიზანი, რაც აერთიანებს ალბათ ყველა პოლიტიკურ ჯგუფსაც, ეროვნულ პოლიტიკურ ძალებს გულისხმობ, პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს. იმიტომ რომ არსებობს რაღაცა ერთი დიდი ობიექტური ინტერესი. არ აქვს მნიშვნელობა ვის რაღაც კონკრეტული ინტერესი შეიძლება ჰქონდეს. ამ ქვეყნის და ამ საზოგადოების ობიექტური ინტერესი არის რეჟიმის დასრულება და საქართველოს დაბრუნება დასავლურ კურსზე, რომლისგანაც დააშორა ხო ქართულმა ოცნებამ. ახლა რაც შეეხება ჩვენს კოალიციას ძლიერ საქართველოს ლელოს თვითონ ლელო შეიქმნა იმ იდეით რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს რუსული რეჟიმი რომ დაიცვას ამ ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა და დღეს ჩვენ არამხოლოდ რაღაც პოლიტიკური, საგარეო პოლიტიკური კურსის დაცვა გვიწევს, არამედ რეალურად აქტოლობის ნიშანი უნდა დავსვათ ჩვენს სუვერენიტეტთან და ჩვენს დამოუკიდებლობასთან. ჩვენ პრაქტიკულად დამოუკიდებლობა გვაქვს შესანარჩუნებელი და ალბათ ეს პერიოდი დღევანდელობა გავს რაღაც 80-იანი წლების ბოლოს საქართველოს ხო, როდესაც მოსაპოვებელი ჰქონდა დამოუკიდებლობა. აი ეს მიზანი საქართველოს მოქალაქეებისთვის ნორმალური ცხოვრების პირობების შექმნა უსაფრთხო გარემოში, იმიტომ რომ უსაფრთხოება არის ძალიან დიდი გამოწვევა. ამ ქვეყანაში ევროპული დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბება და ქართველი ხალხის ინტერესებით მოქმედება. ეს იყო ის ძირითადი პრინციპები, რომელიც იყო ლელოს შექმნის იდეა და დღესაც რჩება მის მთავარ მისიად და ამოცანად. აქედან გამომდინარე, ჩვენს დღევანდელობაში მნიშვნელოვანია ჩვენთვის ოპოზიციური, პროდასავლური ოპოზიციური ფლანგის გაძლიერება და აქვე ხაზს გაუსვამ. რეალურად ჩვენ ოპოზიციური პარტიები, მე გულისხმობ ძირითად ოპოზიციურ ძალებს, რომელთაც 24 წლის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა და ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ქართველმა ხალხმა მანდატი სწორედ ამ პოლიტიკურ ძალებს მოგვანიჭა და ამის გამო დასჭირდა ავტორიტარულ ხელისუფლებას არჩევნების მიტაცება, გაყალბება და იმიტომ არის დღეს აღიარებული როგორც არალეგიტიმური ხელისუფლება ქვეყნის შიგნითაც და უპირატესად პოლიტიკური პარტიების მუშაობის შედეგად ქვეყნის გარეთ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მუშაობის შედეგად მათ მიერაც. შესაბამისად, ამ პოლიტიკური ფლანგის გაძლიერება არის ჩვენი მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პროცესი ძალიან დაზიანდა არამხოლოდ ქართული ოცნების მიერ, ჩვენ ყველამ უნდა ვაღიაროთ, ხო? შეცდომები იქნა დაშვებული ყველა მხრიდან, მე ყველაზე ნაკლებად მინდა ახლა შევეხო მოქალაქეებს, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა მოქალაქეს აქვს როგორც ერთ ინდივიდს, მაგრამ პოლიტიკურ ჯგუფებს და სხვა ჯგუფებს, ხო, გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობა გვაქვს, ვინც ვართ საჯარო სივრცეში. ეს პროცესი არის დაზიანებული. თუმცა ჩვენ ახლა არ გვაქვს იმისი დრო, რომ რაღაცაზე ვისაუბროთ და ამის გამო არ ვისწრაფოდეთ სტრატეგიულად. როგორ მნიშვნელოვანია და წითელი ხაზები არის თუ არა იგივე გახარიას პარტიასთან თქვენ გქონდათ, მაშინვე გამოჩნდა სხვადასხვაობა
და შემდეგ ისინი პარლამენტშიც ვეხილეთ. ახლა არიან თუ არა წითელ ხაზებს მიღმა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე რას ფიქრობთ? იგივე საკითხები არის აქ, რაც ადრეც იდგა დღეს ეს რიგში. რატო ჩამოვთვალე ის მთავარი პრინციპები, რის გამოც შეიქმნა ლელო და რის გამოც ახლაც ვხედავთ ჩვენს თავს და ჩვენს ადგილს დღევანდელ პოლიტიკაში. ეს ის საკითხებია, სადაც მნიშვნელოვანი არის ძალის ხმების მიმართვა და ძალის გაერთიანება. ის რომ არსებობენ პოლიტიკური ჯგუფები, რომელიც შეიძლება წარსულში ან ახლაც სხვადასხვა მიზეზის გამო მიუღებელი იყოს, ეს შედარებით უნდა გახდეს მეორე ხარისხოვანი საკითხი და ეს ჩვენს პარტიას, ჩვენს კოალიციას არაერთხელ დაუმტკიცებია. თავის დროზე 24 წლის არჩევნების დროს, როდესაც შევქმნით ჩვენ კოალიციას ამ სხვა პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად, რომელიც სხვა მხრივ ხო ნორმალური ქვეყნის პირობებში შეიძლება იდეოლოგიურად თქვათ ჩვენთან ახლოს არ ყოფილიყო რაღაცა პერსონალური წყენები. 25 წლის არჩევნებზე გქონდა კონკრეტული პოლიტიკური შეთანხმება, ეს არ იყო ერთიანად გასვლა ბუნებრივია, მაგრამ კახარიას პარტიასთანაც, რომელთანაც იცის საზოგადოებამ როგორი წარსული ურთიერთობა გქონდა და სხვადასხვა დროს გქონია სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობა, კარგი თანამშრომლობის მაგალითები მათ შორის, რაც იმისი დასტურია, რომ ჩვენთვის არსებობს რაღაცა ზეპარტიული საკითხები, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები, სადაც შეიძლება გქონდეს თანხwebdra და ამ თვალსაზრისით ბუნებრივია ფუნდამენტურ საკითხებზე კონსულტაცია, კოორდინირებული მოქმედება, სადაც ერთადერთი მიზანი და ფოკუსი გვაქვს, ხო? ეს არის რუსული რეჟიმი, ქართული ოცნება და მისი დამარცხება. ამ ამოცანის მისაღწევად ასეთი ტიპის კოორდინირებული მოქმედება არის მნიშვნელოვანი. ჩვენ არათუ ამის მომხრენი ვართ, არამედ ინიციატორებიც არაერთხელ ყოფილვართ, შეგახსენებთ 24 წლის არჩევნების შემდეგ. ალტერნატიული პარლამენტი იქნებოდა ეს ქართული ქარტია, სალომე ზურაბიშვილის და ჩვენ პარტიაზე გულისხმობ. ჩვენი პარტიის ლიდერები რამდენად აქტიურად ჩაებმებიან, ეგეც საინტერესოა, იმიტომ რომ ბევრი პარტიის ლიდერი ჯერ კიდევ ციხეში. თუმცა აი თქვენი პარტიის ლიდერებს ხმაუნდობლობა ჰქონდათ აქეთ პარტიის აი ნიკა გვარამიასთან მაგალითად. და ერთ სივრცეში გამოვეს გვარამია ციხიდან და რაღაცნაირად ეს ნდობა დაბრუნდობა ხომ თავარია, ხო? შენ გჯერა რომ ადამიანი აი რაღაცას ისიც არის ამს რომ თქვა ბიზნეს არ შეეკვრება, არ გაიყიდება იმას. ეს ნდობა არსებობს? ეგ მარტივია. შედარებით ვიდრე მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხები, რაც პერიოდულად წამოიწევს ხოლმე. წინ ასეთი იყო არჩევნები, რომელიც დიდი დაბრკოლება. ბიზნესს რა შეეკვრნენ, მოცემულობა. პერსონალური საკითხები მე შეგახსენებთ გიორგი კახარიასთან იმავე პირების, ვინც თქვენ ახსენეთ, ხო? ხაზარაძე ჯაფარიძეს გულისხმობ. გიორგი კახარიასთან იყო, ალეკო ელისაშვილთან ყოფილა წარსულში ასეთი ტიპის უთანხმოებები, რომელიც გადალახულა სხვა მიზნების გამო. ეხლა ერთი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი გიგამაც ისაუბრა და უნდა ვთქვა სიტყვა ერთიანობაზე და სიტყვებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საზოგადოებისათვის. აქ უფრო მეტი მკაფიობა არის, უფრო მეტად საჭირო, რადგან სიტყვებმა ხანდახან და ხშირად იცის ხოლმე მათმა არასწორმა აღქმა, იცის ხოლმე რაღაცა მოლოდინების შექმნა და მოლოდინები მერე ან მართლდება, ან თუ არ მართლდება, შემდეგ იწვევს ძალიან დიდ ფრუსტრაციას საზოგადოებაში და ეს ნეგატიურად აისახება შემდეგ თლიანად ქვეყანაში მიმდინარე პროცესი. ხალ დღეს წინააღმდეგობის მოძრაობა, როდესაც არსებობს საზოგადოებაში და საზოგადოების უდიდესი ნაწილი არის დაპირისპირებული ამ რეჟიმთან, საზოგადოებრივ განწყობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ერთიანობაში და მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში თანხwebdra გვაქვს გიგას პოლიტიკურ ძალასთანაც მანაც ისაუბრა, არ გულისხმობთ რაღაცა ტიპის რაღაც ხელოვნურ ერთობას, ან ერთობას ერთობის, აი რაღაცა სურათის შექმნისთვის. აქ ჩვენ საუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ კოორდინაციაზე, არ ვიმყოფებით რა ახლა საარჩევნო ციკლში და აქ პარტიულ შერწყმაზე, ინსტიტუციურ შერწყმაზე არ არის საუბარი. კონკრეტულ ფუნდამენტურ რამდენიმე საკითხზე კოორდინირებული მოქმედება, რასაც მოითხოვს ამ ბრძოლის დღევანდელი ეტაპი, ეს არის მნიშვნელოვანი, თუმცა ჩვენ ვხედავთ და ვაკვირდებით, რომ ყველა პოლიტიკური ძალა და ყველა პოლიტიკოსი ამას ასე არ ხედავს. ბოლო დღეების განმავლობაში იყო რაღაცა პოლიტიკური განცხადებები მათ შორის ტელესივრცეში და მე არ მინდა რომ ამან გამოიწვიოს საზოგადოებაში რაღაცა ან დაბნეულობა, ან ცრუ წარმოდგენა. თითქოს რაღაც ასეთი ტიპის ერთიანობისკენ მიდის პოლიტიკური პროცესი. ჩვენი პარტია ასეთი ტიპის ერთიანობაზე არ საუბრობს და ამიტომ სიტყვებიც ალბათ უნდა დავამკვიდროთ საჯარო დისკუსიაში და საჯარო სივრცეში უფრო ან
კაფიო მნიშვნელობით ან სხვა სიტყვები შევარჩიოთ.